ხდება ოფიციალური განცხადებების მიღმა კულუარებში და დასახელებული ორი კანდიდატინა რეალურად ვის უჭერს მხარს ნაციონალური მოძრაობა თაწმინდის მოქმედ გამგებელს ნიკა მელიას თუ დეპუტატ გიორგი ვაშაძეს მიიჩნევენ თუ არა თავს ერთმანეთის სერიოზულ კონკურენტებად ნაციონალების ფავორიტები ის რაც ღიად ჩანს და ის რაზეც ღიად არ საუბრობენ კულუარული დეტალების გარკვევას ინგა გრიგოლია შეეცადა ორი კანდიდატი, ორი ფავორიტი ყოფილ სახელისუფლებო გუნდში. აქედან ერთს როგორც ამბობენ გიგი უგულავას მხარდაჭერა აქვს, მეორეს კი მიხეილ სააკაშვილის. მათ შორის მძაფრი კონკურენცია მერობის კანდიდატებად დასახელების პირველივე დღეს ღიად გამოიკვეთა. ნიკა მელიაზე რა სიტყვით არის შანსი რომ ნიკა მელია ჩემი მეგობარია, თუმცა მე არ მივიჩნევ ხა სერიოზულად თქვა პრაიმერის პროცესს. მას არ მიაჩნია ხარ თქვენ სერიოზულ კონკურენტად. ბატონო ეს თუ დაასკვნა მან გააკეთა ყველაფერი გამოჩნდება თითქმის თავზე ნახოთ. უბრალოდ ნაწილი სურს რომ პრაიმერში გაიმარჯვოს და მერობის კანდიდატი გახდეს ნიკოლოზ მელია, სააკაშვილი და დანარჩენი შემადგენლობა კი ცდილობენ რომ ამ გამარჯვებაში აღმოჩნდეს გამარჯვებული უბრალოდ გიორგი ვაშაძე. არა ეს არ არის, მინდა გავაწმილო ყველა ადამიანი ის ფიქრობს რომ ჩვენთან რაიმე დაპირისპირება. მე უცბად უნდა გითხრათ ამას ვერ დავადასტურებ, ხა შეიძლება გიგის კონდეს რაიმე პრეფერენცია, სიმპათია, მაგრამ იგიც ნამდვილად არ გამოხატავს, ამას ესე ღია შეიძლება მე რაღაცას გრძნობდე, შეიძლება გრძნობდეს ასევე გიორგი ვიღაცის მხრიდან სუბიექტურობას ანუ გავს რაიმე განსტას, მაგრამ ჯერჯერობით ამის ასე ღია დადასტურება არ შემეძლო. ერთი თაობა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები. ერთი პოლიტიკური ლიტერატურითაა გატაცებული, მეორე დეტექტივებით. ერთი ახალაშენებულ კორპუსში მცხეთის ქუჩაზე 60-ოთახიან ბინაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, მეორე მშობლებთან და დასთან ერთად 1914 წელს აშენებულ ისტორიულ სახლში, სადაც ბევრი ცნობილი ფილმია გადაღებული, მათ შორის დათა თუთაშხია. ერთი გამოცდილი პოლიტიკოსია, მეორე გამოუცდელი, რომელსაც სხვათა შორის მიაჩნია, რომ სწორედ ეს გამოუცდელობა იქნება მისი წარმატების გარანტია. მე ვფიქრობ, რომ თბილისის მერი უნდა იყოს ძალიან კარგი მენეჯერი, მეურნე, რა თქმა უნდა, და მე ამის კვალიფიკაციაც ცოდნაც მაქვს და გამოცდილებაც მაქვს და მეორე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს აპოლიტიკური, გარკვეულად პოლიტიკაშიც უნდა იყოს ჩართული და ღიად გეტყვით რატომ? იმიტომ რომ თუ საუბრობთ, რომ თბილისი რეგიონის ცენტრია და არა მარტო საქართველოს ცენტრი, შეიძლება გქონდეს იმის შესაძლებლობა, სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ გარშემო ქვეყნებთანაც დაამყარო კონტაქტი. ვფიქრობ, ამ კონკრეტულ არჩევნებში მას ჩემი სუბიექტური აზრი აქვს ნაკლები შანსი აქვს. ვინაიდან ზუსტად იმას ვამბობ. რატომ? ისეთ აი პოლიტიკიდან, როდესაც შენ ხარ აქტიურ პოლიტიკაში, რეალურ აქტიურ ეროვნულ პოლიტიკაში, ხომ? გამორიცხულია შენ დაივიწყო გუშინდელი დღეს რეალური პოლიტიკა და არ გამოყვეს ის დაუშვათ მაცდუმებელი თვისებები, რაც უკავშირდება რას? პიარზე მუშაობას, უკავშირდება რას, აი რაღაცა რეიტინგის ამაღლებას, რაც რეალურად ეხლა მე ამით არ უნდა იყოს დაკავებული. გიორგი არის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი პოლიტიკოსი, ის მონაწილეობს დებატებში, ის არის პარლამენტის წევრი. ნიკას აქვს აბსოლუტურად სხვა აქცენტი და აბსოლუტურად სხვა ნატურა. ის არ უდგება ამ საქმეს როგორც პოლიტიკას და თბილისელების უმრავლესობას სხვათა შორის ასე აფასებენ, რომ უფრო მეტად სამეურნეო და მენეჯერული საქმიანობა. ერთი დაოჯახებული, მეორე უცოლო, რომელიც ჯერჯერობით არც აპირებს დაოჯახებას. არ არსებობს ამ თბილისში გოგო მერობის სავარაუდო კანდიდატი მამის თაობა რომ მეუბნება მეგობრები რომ არაპირებ შეყვარებული არ ყავს ხო არის ეხლა ოჯახური მეუბნები ჯერჯერობით ჩემი შეყვარებული არის ბანალურია მაგრამ იუმორში ვამბობ ჩემი შეყვარებული თაწმინდის რაიონი მე ბედნიერი ვიქნები რომ მაშინაც არ მყავდეს ცოლი როდესაც შემეძლება თქვა რომ ჩემი შეყვარებული დღეს არის ქალაქ თბილისი როგორც ქალაქის მერმა ანუ მერი ვახტებით არც მე არ აპირებ აი რა თქმა უნდა ხო ბედი არ ვიცი რას მოიტანს. რაღაც ისე დაემთხვა რომ ქეთი ძირითადად აქ არის ყოველთვის, მაგრამ ეხლა თავის სამსახურიდან მარკეტინგულ კომპანიაში მუშაობს და წასული არის მივლინებაში და მაინც და მაინც დღესდღეობით წავიდა გაფენია. არ ვიცოდი რომ ესეთ სიტუაციაში იქნებოდა გადაღება.
ოჯახი გულშემატკივრო. რა თქმა უნდა, აბა რა. ჩემი მეუღლე მარკეტინგის სპეციალისტია, ასევე ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში ცალას. ვინაიდან ფეხბურთი ძალიან საყვარელი სპორტი ჩვენთვის ეს ვიპოვე. ძნელია იმის თქმა, იციან თუ არა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, რომ როცა ნიკა მელიას ოთახში შედიხარ, პირველი რაც თვალში გვხვდება, არც მეტი, არც ნაკლები ფეხბურთელ კახი კალაძის პოსტერია. ეს სურათი კიდევ ეს დაახლოებით 15 წელიწადია, და ალბათ. ხელი არ შეუშლია იმ ფაქტს, რომ 10 წელიწადი. ვიცე-პრემიერი და თქვენ არა, იცი რა არ უყურებ. განცხადებით არ უყურებ, იცით, არ უყურებ ასე მკვეთრად. ნიკას? აი ამ პოლიტიკის გამო არ მინდოდა. იყო პერიოდი, ჯერ კიდე არ იყო თუ არ ვცდები 2007 წელი, ან შეიძლება 2007 წელი და თქვენ მაშინ ძალიან აკრიტიკებდით სააკაშვილს. თუ არ ვცდები რაღაც პრობლემებიც ჰქონდათ, კინაღამ დაგიჭირეს თუ რაღაც ასეთი და მე ვიცი რომ თქვენ არ გულშემატკივრობდით ნაციონალურ მოძრაობას. ეხლაც არ გულშემატკივრო მაინც რომ თქვა, იმიტომ რომ უკვე მოგბეჭდა ეს პარტია, ის პარტია. ქართული საქმე აკეთო. ძალიან დავიღალე, ესე იგი შეუძლებელია რომ ამდენი სართული ამოატარო ადამიანს. ჩვენთვის ვარჯიშია. ჩვენ ესე ვარჯიშობთ, ყოველდღიურ საღამოს გვიწევს ასლანი. საჩუქრედულობდით მაშინ ლიფტი რო არ იყო ვერ მიხდით? გიორგი ვაშაძის მეორე შვილი დაჩი სწორედ იმ დღეს დაიბადა, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო არჩევნები წააგო. თავად თვლის, რომ უალტერნატივო კანდიდატია. მოგწონთ გიგი უგულავასი, როგორც ყოფილი მერის და რას თვლით მის მინუსად, იმას, რასაც თქვენ არ გააკეთებდით არასდროს თუ კი მერი იქნებოდით. პარტიული ვალდებულებების მიღების შედეგად. მე გეტყვით, რომ ღია თქვათ, რომ გიგიმ ძალიან ბევრ რამეს მიაღწია თბილისში, ძალიან ბევრ რამე გააკეთა, მის სახელს უკავშირდება დასუფთავების სამსახურის აწყობა, გზები, ინფრასტრუქტურა, გამწვანების გარკვეულწილად მოგვარება და ასე შემდეგ. ეს მნიშვნელოვანია. მე რასაც ვიტყვი მოსახლეობას, რასაც ვიტყვი, მე გაცილებით ახლოს ვიქნებით თითოეულ ოჯახთან. პოლიტიკურ საქმიანობას თუ ან მერობისას თუ შევაფასებთ გიგი უგულავას, მინუსი ალბათ ის იყო, რომ ის თუ უფრო ნაკლებად იქნებოდა იმ პოლიტიკაში, რეალურ პოლიტიკაში ჩართული, ბევრად უფრო მეტად წარმატებული მერი იქნებოდა. დღეს იმაზე არ ფიქრობენ, რომ რეალურად დიდი ბრძოლა მოსაგები ქართულ ოცნებასთან აქვთ. მათ ჯერჯერობით ბრძოლა ერთმანეთს უნდა მოუგონ. ნაციონალურმა მოძრაობამ არ იცის საბოლოოდ ვინ იქნება მერობის კანდიდატი, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ სიის პირველი ნომერი გიგი უგულავაა. გიგი უგულავა იქნება ნაციონალური მოძრაობის მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს კითხვა მე გამიჩნდა და მაინტერესებს თქვენი პასუხი. ნამდვილად ვერ გეტყვით. ამასაც პრაიმერი გადაწყვეტ თავის დროზე. მისი გეგმები, რა თქმა უნდა, პირველში მის გადასაწყვეტია და უკვე შემდეგ მთელი პარტიის მხარდასაჭერია. გამოცდილი პოლიტიკოსები ჯერჯერობით დუმან, თუმცა იმას, რომ უგულავას კანდიდატურა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკვე განიხილება, ადასტურებენ ნაკლებად გამოცდილები. უგულავას გუნდი თბილისის საკრებულოში, როგორც აღმოჩნდა, ამაზე უკვე ფიქრობს. მე არ ვიცი, გიგი საპრეზიდენტო, ჩემი პირადი აზრია, რომ მინიმუმ პრემიერ-მინისტრია პარლამენტის პრეზიდენტობაზე ალბათ იბრძოლებს სამომავლოდ. განიხილავთ თუ არა, რომ შესაძლებელია მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს თქვენი მეუღლე? შესაძლებელია, საპრეზიდენტო არჩევნების შორეული პერსპექტივაა, მანამდე უგულავას მოუწევს იყოს ნაციონალების ლოკომოტივი თვითმმართველობისთვის ბრძოლაში.